გამარჯობა. როგორც იცით, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციები გადავიდა ახალ ფაზაში, უკვე შეწყდა სისტემური რეგისტრაციები და დარჩა მხოლოდ სპორადული. ახლა რას ნიშნავს ეს სპორადული რეგისტრაცია? სისტემური იყო, როდესაც საჯარო რეესტრი, ანუ სახელმწიფო, თვითონ თავისი ვალდებულების ფარგლებში, რომ მის ტერიტორიაზე არსებული ყველა მიწა ქონოდა აღრიცხული და შეექმნა მიწის ბანკი, ეს პროექტი დასრულდა და ახლა უკვე ჯერი ჩვენზეა მოქალაქეებზე და ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობა გადმონაწილდა ჩვენზე. ჩვენ დაგვჭირდა შესაძლებლობა მიწის ნაკვეთი ვიღიაროთ სპორადული წესით, რაც გულისხმობს იმას, რომ უკვე ჩვენ თავად უზრუნველყოფთ აზომვითი ნახაზის მომზადებას, მის წარდგენას საჯარო რეესტრში და საჯარო რეესტრის მიერ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ცნობის პროცედურის დაწყებას, ანუ აღიარებას, მარტივად რომ ვთქვათ. არის ორი ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი. პირველი, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ცნობისთვის წერან როგორც თქვი, აღიარება არსებობს ერთი ცალკე წარმოება და მეორე არის არა აღიარება, არამედ მესაკუთრედ რეგისტრაცია. ეს მესაკუთრედ რეგისტრაცია გამოიყენება მაშინ, როდესაც თქვენ რაიმე დოკუმენტი მოგიპოვებათ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მიღება-ჩაბარების აქტი, ნასყიდობის ხელშეკრულება, დადგენილება, საკრებულოს ან რომელიმე უწყების მიერ გაცემული, ნებისმიერი რაღაც დოკუმენტი, სადაც თქვენ ხართ აღრიცხული მესაკუთრედ. თუმცა ჯერ კიდევ არ გაქვთ რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. თუ ასეთი დოკუმენტი მოგეძიებათ, მაშინ სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში თქვენ მიმართავთ საჯარო რეესტრს, მოითხოვთ, რომ მესაკუთრედ იქნეთ აღიარებული და ამ შემთხვევაში გადაუხდით საჯარო რეესტრს მხოლოდ 300 ლარიან მოსაკლებ. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არანაირი დოკუმენტი არ გაქვთ და 2007 წლამდე ფლობდით მიწის ნაკვეთს, ამ შემთხვევაში უკვე საჯარო რეესტრს ვთხოვთ, რომ აღიარების წესით განიხილოს თქვენი მიწის დაკავების საკითხი და ამ შემთხვევაში უკვე საჯარო რეესტრი დაიწყებს წარმოებას აღიარების წესით. აი აქ აღიარების ნაწილში ჩვენ გვაქვს ესეთი მოცემულობა. სულ ჯამში საქართველოში გვაქვს 64 მუნიციპალიტეტი. აქედან 5 არის თვითმმართველი. ეს თვითმმართველი ქალაქ ერთეული არის თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი. ხოლო დანარჩენი 59 მუნიციპალიტეტი არ არის თვითმმართველი. რას ნიშნავს ახლა ეს ჩვენთვის? აღიარების მაძიებლებისათვის. თუ თქვენი მიწის ნაკვეთი მდებარეობს აი ამ ქალაქებიდან ერთ-ერთში, თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, მაშინ აუცილებელია, რომ მიწის ფლობა დასტურდებოდეს აი ამ მიწის ნაკვეთზე 2007 წლამდე არსებული რაიმე შენობა ნაგებობითაც, გარდა მოწმეთა ჩვენებებისა. აუცილებელი არაა დასრულებული იყოს ეს შენობა ნაგებობა, ნასახლარიც საკმარისია. საძირკველი ნებისმიერი რაღაც. ღობე, თავარია რომ იყოს ყარი, ასე ვთქვათ, ბეტონის მიწის ქვეშ ჩასული და ეს უნდა ჩანდეს ორთოფოტოებზე, რომელიც 2005 თალკე და 2006, კიდე 2007 წლების არის თალკე მოცემული და ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ მიწის ნაკვეთის აღიარებას. დანარჩენ 59 მუნიციპალიტეტში შენობა ნაგებობის ან ნასახლარის არსებობა არ არის აუცილებელი, საკმარისია ფლობის დადასტურება მოწმეთა ჩვენების საფუძველზე. აქვე ხაზი მინდა გაუსვა ერთ გარემოებას, რომ იმ შემთხვევაში თუ საჯარო რეესტრი გაქვთ ზემოთ მითითებული საფუძვლებიდან ერთ-ერთი, მაგრამ საჯარო რეესტრმა გითხრათ უარი, ამ შემთხვევაში ყოველთვის აქვს აზრი დავას სასამართლოში, იმიტომ რომ საჯარო რეესტრ უარი ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მიწის ნაკვეთი თქვენ სახელზე არ აღირიცხება და ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და თქვათ უარი.